ანგელოზმა უპასუხა: მე ვარ გაბრიელი, ღმერთის წინაშე მდგომი. მე გამოგზავნე, რომ ეს გეცნობებინა და ეს სასიხარულო ამბავი გექადაგა. ახლა კი დადუმდები და ვერ ილაპარაკებ იმ დღემდე, ვიდრე ეს არ აღსრულდება. რადგან არ იწუნე ჩემი სიტყვები, რომლებიც თავის დროზე შესრულდება. ხალხი ზაქარიას ელოდა და უკვირდა, რატომ აყონებდა ტაძარში. გამოსვლისას ლაპარაკი ვერ შეძლო და მიხვდნენ, რომ ხილვა ჰქონდა ნანახი ტაძარში. ის ნიშნებით ესაუბრებოდა მათ და მუნჯად დარჩა. როცა მისი მსახურების დრეები დასრულდა, თავის სახლში დაბრუნდა. ამის შემდეგ ელიზაბეტი დაორსულდა და 5 თვის განმავლობაში თავს იკავებდა ხალხისგან და ამბობდა: ასე მოიქცა უფალი ჩემ მიმართ ამ დღეებში, რათა ჩემი სივცხვილი ხალხში მოეშორებინა. მე-6 თვეში ანგელოზი გაბრიელი ღმერთმა გაგზავნა გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ქალწულთან, რომელიც დავითის სახლიდან კაცზე სახელად იოსებზე იყო დანიშნული. ქალწულის სახელი იყო მარიამი. ანგელოზი შევიდა მასთან და უთხრა: გიხაროდენ მადლით სავსეო, უფალი შენთან არის.